რა თქმა უნდა არ ვეთანხმები და რა თქმა უნდა გავასაჩიო. ერთი აბსურდიდან აღმოჩნდეთ მეორე აბსურდში. ანუ მაინც იქ მივდივართ რომ რაღაც ჯგუფი უნდა იყოს, მაინც იქ მივდივართ რომ ვიღაცა ორგანიზატორი უნდა იყოს. ჩვენ რასაც დავობდით, ვამბობდით იმას, რომ 225 მუხლის შემადგენლობა არ ქონდა და რატო იცით? იმიტომ რომ არც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ელემენტები იყო და მტკიცებულებები წარმოდგენილი და არც ჯგუფურობა არ იყო. ფიზიკურად არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულ ორგანიზებას ადასტურებდა და მეორე მხრივ ფიზიკური პირი, რომელიც ამ ორგანიზების შედეგად რაღაცა ქმედებას განახორციელებდა. ეს ელემენტები დატოვა სასამართლომ. სხვაობა მაინც რა არის? აი ამ ორი მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს დაცვის ობიექტი. 226-ზე საზოგადოებრივი ნაწილი, თითქოს საზოგადოების წესრიგი დაირღვა. აი ძალიან არარეალური მოცემულობა ჰქონდა. მაშინ, როდესაც სამართლებრივად არც ერთი აი ამ გადაწყვეტილების საფუძველი მტკიცებულების სახით არ იყო. შესაბამისად, რა თქმა უნდა არ ვეთანხმები და რა თქმა უნდა გავასაჩიო. ანუ მაინც იქ მივდივართ რომ რაღაც ჯგუფი უნდა იყოს, მაინც იქ მივდივართ რომ ვიღაცა ორგანიზატორი უნდა იყოს. ჩვენ ახლა იქ თუ შევყვებით და სასამართლოს თუ უნდა იმის დაწერა რომ ეს არ იყო წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი და ეს იყო ჯგუფური ძალადობა, ანუ წინასწარ არ იყვნენ შეკავშირებულები და მხოლოდ და მხოლოდ სპონტანურადაც შეიკრიბნენ და მსგავსი განმარტება მაინც არ მოდის თანხმდრაში 226-ე მუხთა. თუ იმას ვამბობთ რომ მაშინ ეს ჯგუფი ისე შეიკრიბა რომ ყველათანასწორი იყო და სპონტანურად შეიკრიბნენ, მაშინ მარტივი კითხვა არის, მაშინ ვასილ კაძელაშვილის, ზვია ცეცხლაძეს, ვეფე კასრაძეს, რატო 2 წელი და 6 თვე? ანუ რა ამ გამოიწვია ის ცვლილება ამ 6 თვეში? მაშინ ეს კი მაინც ამბობ რომ ორგანიზებას ახორციელებდა, მაგრამ ამას რითი ასაბუთებ? ანუ სხვა განმარტებას მე ვერ ვხედავ, ანუ ნახავთ ასე ვთქვათ განაჩენში, მაგრამ თუ კი მე ვამბობ რომ ეს ხალხი ვის მონაწილეობდნენ, ნაგერ 2 წელი როგორც ასე ვთქვათ ჩამოურიგეს დღეს სასამართლოში უკანონოდ და დაუსაბუთებლად და მე სამ ორგანიზატორობას რო დავებოდა პიროვნებას 2 წელი და 6 თვე აქვს, მაშინ მარტივი კითხვა არის, ანუ რითი განვასხვავეთ, რატო უნდა ქონდეს ამას 6 თვით მეტი, იმას 6 თვით დაკლები. ერთი აბსურდიდან აღმოჩნდეთ მეორე აბსურდში, ანუ ერთი ცუდიდან ნაკლებად ცუდზე გადავედით და თვითონ ეს უნდა გვიხაროდეს არსებული მტკიცებულებების როგორც უთყუარად მიღება, ეს არის მართსაჯულების კარხი პირველ რიგში და შესაბამისად ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე პასუხი უნდა გაეცა თავად სასამართლოს. სასამართლომ გითხრა რომ მოდი ჯობია რომ აი ეს ცუდი არის, მაგრამ ნაკლებად ცუდზე გადავიყვანოთ და შესაბამისად თვითონ, მაგრამ შემადგენლობა მუხლის როგორც ასეთი იყო, ფაქტობრივად არ იცვლება. იმ პირობებში რა მტკიცებულებებით დღესდღეობით სასამართლოშია წარმოდგენილი, ვერ უძლებს სამართლებრივ კრიტიკას, არ არის კანონიერი რაც თავარია, არ არის უთყუარი რაც თავარია. სასამართლო მტკიცებულების შეფასებისას მსჯელობს უთყუარობისა და კანონიერების თვალსაზრისით და ის მტკიცებულებები რაც იყო წარმოდგენილი, არც კანონიერი იყო და არც უთყუარი იყო.